გავუშვი ჩაწერაზე და კი ბატონო, ეკრანი ჩანს გაზიარებულია. მოდი აბა ვნახოთ. მესამე თავზე მითხარი, ხო? ხო, კი ბატონო, ეკრანი ჩანს გაზიარებულია და მოდი ახლა გავყვეთ რაც არის. ერთი კონდა წინა მეორე თავიდან დაავადებული იყო ცოტათი შესამოკლებელი. ხო. გზა რომ ეწერა და ეს იყო წინა დაავადება. ხო, ერთი წამით შევხედავ ფუნქციაში გატანილი და მე ფუნქცია გამოძახებული. კი ბატონო, მოდი. კოდის სტრუქტურას შევხედავ, კალკულაციები დარწმუნებული ვარ, რომ სწორად იქნება. ნუ პრინციპში მანდანეტი არაფერი არ არის. ხო. ხო, რაუნდი. კი ბატონო. კი ბატონო, შვენიერია. შეხوار გაგაქ რაიმე შეკითხვა. ხო, ხო. ერთადერთი, უყურე, ერთადერთი როგორ რაღაცა არის, ერთი ისე, რომ ეს არ არის არც შეცდომა და რამე, ეს არ არის უბრალოდ რო ვილაპარაკოთ რაღაცაზე, რომ თვითონ რაუნდში გაქვს გაკეთებული კალკულაცია. დამატებით ერთი საფეხური მანდ რო შექმნა, რაღაცაში შეინახო, ეგ amount-ს დავუმატოთ tax 1, მე 14 ხაზი უყურე? ხო. ხო. ეგ არის და ხო, ის როგორი მომენტი არის, რომ მაინც დავუშვათ შეიძლება ეგრეც გააკეთო, ეგ არაფერს არ თვლის, უბრალოდ თუ დავუშვათ დაგჭირდებოდა მოგვიანებით amounts plus tax 1, ანუ მაგაზე უკვე წვდომა გექნებოდა, სადღაც გექნებოდა შენახული. ხო ხვდები? თუ არა და ანუ შეიძლება ეგრეც დატოვო, არც ეგ არის პრობლემა. ესე იგი, მე რა მაინტერესებს, იცი რომ ამან დავუშვათ output-ი თვითონ მაგალითში როგორც არის, ამოცანის პირობაში ხო არის მაგალითად და შავ ფანჯარაში რაღაცა რო წერია. ხო, მაგას თუ ემთხვევა output-ი. ეს იგივეა. კი ბატონო, მაშინ შვენიერია, შენ ხო არ გაქვს რაიმე შეკითხვა? არა. ხო. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგზე. შენია უკვე მესამე თავის დაავადებული. ხო. ესე იგი, აქ არის ეს რომელი დაავადება არის 5 და უნდა შეკრიბოს 5 რიცხვის ჯამი, რომელსაც მიაწოდებ input-დან, ხო? კი ბატონო. კი ბატონო, ესეც მოიცა ტოტალი, ხო, ნუ კი ბატონო, ეგ არის. ხო, შემოწმებული ხო გაქვს, ხო მუშაობს როგორც საჭიროა. კი ბატონო, შვენიერი. ეგ არის digit float-ი. ეს ის არის, ხო. is digit and float-ი არის მეტი ან 0-ზე. float-ი ჩამოწერა თუ integer? ნუ ეგ ახლა მაგალითად აუშვათ რა ვიცი თუ შეიძლება რომ user-მა მოგცეს ესე იგი 3 წელიწად ნახევარი. ხო, დაუშვათ. ხო, კი ბატონო. კი ბატონო, ესეც იგივენაირად მუშაობს როგორც output მაგალითისაა, ხო, მაგალითში არის მოცემული. ხო, კი ბატონო, შვენიერია. ხო. ეს არის camel case-ი, ესე იგი აქ აფენდითი ნახავ ცალკე result-ში, ხო? იზაფერი. ერთი წამით თუ ესე იგი ჩარი არის აფერი ხო უყურე ესე იგი ჩვენ თუ შეგვიძლია რომ პრინციპში რომ მეორჯერ აფენდი აღარ გამოვიცახოთ რომ რეზულტში რაღაც ჩავამატოთ და ჩარლოუერი პირდაპირ კონკატენაციით გადავაბათ მე-15 ხაზზე დავალტირეს აბა გავაკეთოთ ეგრე თუ იმუშავებს როგორ გავაკეთო? მე-16 ხაზზე აფენდის ფრჩხილებში რო გიწერია ჩარლოუერი ეგრო
ამოიღო მანდედან მოაკოპირო და კონკატენაციით გადააბა იმაზე პლუსით ხო ურე გამოტოვება და ეგრე რო გავაკეთოთ და ეს დააკომენტარე დროებით მე-16 ხაზი ან წაშალე რა პრინციპში და თუ რაღაცა მე კი ბატონო არა იყოს არ აქვს მაგას მნიშვნელობა კაი ეხა ის ხო ცოტა ვიზუალურად რო მე-20 ხაზის ბოლოს რო დადგა და enter-ს რო დაარტყა ხელი ხო და ეგ ის შუაში მე-18 და მე-19 ხაზი როა ერთი რომელიმე წაშალე რო ცოტა ისე კი ბატონო ხო მეტი ისეთი არაფერი ეხა გავუშვი და ვნახოთ იგივენაირად თუ მუშაობს და ჩეკზე გავუშვი საერთოდ ეს პირველი დავალება ეგ არის ჰარვარდის პირველი დავალება ხო კი ბატონო გავუშვი აბა თუ გამწვანებს კი ბატონო ხო აქ მე მგონი თუ სწორად მახსოვს დავალებაში ეწერა რომ რაღაცა იმას ენდი დასახელებული პარამეტრი უნდა გამოგვეყენებინა აი ეს ჰარვარდის პირობა რომ ნახოთ რომ გადავიდეთ იმაზე ლინკზე და ხო აი მანდ რო გადავიდეთ ხო ისიც ლუზერს რო ჩანს ხო ისიც ლინკი არის აი ჰინტებში ჩამოშალე ერთი მინიშნებები რო ამანდ არა დემოს თავზე ვიყურე ჰინტს რო წერი ხო, აი მანდ ესე იგი ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ აი ესეთი ის გამოიყენეთო რა, ნუ ეგ აი სავალდებულო არ არის, მაგრამ ეს მინიშნება მოგწეს რომ ენდიო შეგიძლიათო გამოიყენოთო პრინტშიო. მოდი შენ ცადე რომ შენი დავალება გადააკეთო ისე რომ აი egg 4c in s რო წერია, s არის string-ი. მანდ ხო, აი მასეთნაირად რომ გადაალაგო შენი ამოხსნა solution-ი რა. შენ გაკეთებული გაქვს ეგ დავალება, მაგრამ ნუ ესეც გავაკეთოთ რა, რასაც მიგვანიშნებენ, ის მინიშნებას გამოვიყენოთ. ჯენდით? ხო, აი ეგ მოაკოპირე. არა, ისე, ხო, ნუ პრინციპში ხო ისიც, ანუ მთლიანად რომ მოაკოპირო ეგ, რაც მაგ შავ ფანჯარაშია და გადაიტანე, დააფეისთე და მერე ეცადე რომ ანუ შენი კოდი გადაალაგო მაგ იმაზე. ეხლავე არ გეუბნები ანუ ამ წუთასვე არ გეუბნები. შენ ეს დავალება ჩათვალე რომ გაკეთებული გაქვს. ხო ხვდები ისი თქმა მინდა. მაგრამ მოდი გამოვიყენოთ დავალების პირობაში რა მინიშნებას მოგცეს და ვცადოთ რომ აი მასეთნაირად გადავალაგოთ solution-ი რომ ეგ ორი ხაზი გამოვიყენოთ. კი ბატონო, შენ ხო არ გაქვს რაიმე შეკითხვა? არა. კი ბატონო, კაი. ხო, ეს არის, ესე იგი, price-ი, totally print amount due ამაზე მაქვს გონი ერთი შეკითხვა. ხო. აქ, აი როტი. კი ბატონო. აი აქ. ბოლოს მიწერს -5. ხო. აი ეს სწორია? ჩეკს თუ ამწვანებს? ჩეკს კი. ხო, გავუშვი აბა ვნახოთ. კი ბატონო, კარგი, მისა თვითონ კოდი რო ვნახოთ, ესე იგი აბა ჩვეულებრივად გავუშვი ისა, აი ჩვეულებრივად ისე იმის არა, ხო, ანუ ეგრე. 25 რა გაკეთე, ხო, 10 ხო, რო ის მინუსები რო დაწერა. კაი. აი მინუსი გავა.
ხო, კი ბატონო. ეხლა აქ რა არის 50 რომ მივეცი, 25 რომ მივეცით, გამოვაკლო და გვიწერა 25. მე მივეცი 10, გამოვაკლო 10 და რას დარჩა ეს იყო 15. მე რომ მივეცით რას დარჩა ხო? თი მე 5, მე 10 გამოვაკლო და -5. კი ბატონო. ესე იგი აქ ეხლა totally totals დავუმატოთ ესე იგი coin და price გამოვაკლოთ totally totals დავუმატოთ coin და price გამოვაკლოთ totally ცოტა ისე არის პირდაპირ რო გამოვაკლოთ totals-ისა რა ქვია იმას იმიტომ რომ შენ price და მოიცა totally ჩვენ ეგ კოდი როგორ შეგვიძლია იცი გადავაკეთოთ უყურე ესე იგი მე-11 ხაზი შეგიძლია დაწერო ესე რომ სანამ ან როცა რავი while როგორ არის როცა სანამ პრაისი მეტია 0-ზე პრაისი მეტია 0-ზე უყურე პრაისი მეტია 0-ზე მანამდე უნდა იტრიალოს ციკლმა ხო ეხა აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რომ prices უყურე მე-14 ხაზზე prices გამოვაკლოთ უდრის coin total-ს მაგრად დაწერე price-ი და პლუსის მაგრად გამოკლების ნიშანი ანუ პირდაპირ 50 ავიღეთ და სანამ 0-ს გაუტოლდება მანამდე იტრიალებს ციკლი ეხლა უყურე print amount due price minus total კი არა amount due price მერვე ხაზიდან totally წაშალე ეგეც წაშალე ხო არა ისიც წაშალე და ესეც ხო რა გვინდა ანუ არა უშავს ხო ესე იგი coin-ი amount due price და უყურე if ესე იგი ეს ტრიალებს და ესე იგი ჩვენ გავაკეთოთ ესე რომ თუ მე-15 ხაზზე else-ის მაგერად დაწერე elif price უდრის 0-ს price უდრის 0-ს მოიცა ერთი წამით დავფიქრდეთ არა სხვანაირად არა მანდ მეგრე კი არა ესე იგი if უყურე როგორ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ესე იგი არა მე სავარაუდოდ ხო ანუ ესე იგი უყურე აქ რა შემთხვევა უყურე სამი შემთხვევა უნდა გავითვალისწინოთ უყურე თუ უყურე მე-12 ხაზზე არასწორად იმას ვქენი უყურე მე-12 ხაზზე თუ coin-ი არის ან 5 ან 10 ან 25 თუ coin-ი რომელიმე მაგლისტიდან არის მაშინ გვაქვს სამი შემთხვევა ერთი როცა ესე იგი price-ი ჯერ კიდევ 0-ზე მეტია ეგ გაწერილი გვაქვს ეგ შემთხვევა მაგის მერე მეორე შემთხვევა იქნება მაგისი ალტერნატივა რომ price-ი გაუტოლდა 0-ს და უნდა დავაბრუნოთ რომ ესე იგი price-ი გაუტოლდა 0-ზე ეგ უნდა დავბეჭდოთ და მესამე შემთხვევა როცა ანუ გახდა მინუსი უყურე ეხლა ამის ქვემოთ if-ის ქვემოთ უყურე მე-13 ხაზის მერე უნდა დავწეროთ კიდე ერთი if-ი ორ enter-ს დააჭირე კი არა სწორად იდექი წეღან მე-13 ხაზის ბოლოს დადექი მე-13 ხაზის ბოლოს დადექი და enter-ს დააჭირე ხო და მან დაწერე მანდა გვაქვს სამი შემთხვევა თუ price-ი მეტია
0-ზე 2 წერტილი დაწერე მანდ 3 წერტილი რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა ხო მაგის მერე დაწერე elif price უდრის 0-ს და მაგის მერე დაწერე LC და მაგის კომენტარს დაწერე 3 წერტილი. ხო. ეხა, უყურე, როგორი სტრუქტურა მივიღეთ. ესე იგი, მე-12 ხაზზე მოწმდება საერთოდ ეგ ვალიდურია თუ არა ისა, რა ქვია, მონეტა, რომელსაც აგდებს მანქანაში, ხო? რო Coca-Cola მანქანამ იმასქნას, მისცეს, მიყიდოს, ხო? ესე იგი, ჯერ ეგ არის ერთი, ეგ ყველა ვარიანტში უნდა შემოწმდეს, რომ ანუ ვალიდურია თუ არა, რაც ჩააგდო მონეტა. მაგის მერე შეიძლება გქონდეს სამი შემთხვევა. ერთი რომ მეტია, ესე იგი, ჯერ კიდევ მეტია პრაისი 0-ზე. მეორე, როცა პრაისი უდრის 0-ს და მესამე, როცა ესე იგი, მინუსი გახდა, ანუ უკან უნდა დაუბრუნოს ხურდა, ხო? ეხლა იმაზე დავფიქრდეთ ჩვენ, რომ ესე იგი, ჩვენ აქ იმაზე დავფიქრდეთ, რომ ხო არ ჯობია, რომ მაგალითად სანამ პრაისი მეტია 0-ზე ხო, პრინციპში იყოს ეგრე. იყოს ეგრე და ეხა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ პირველი მე-15 ხაზზე რა უნდა დავწეროთ, აბა შენ თვითონ მითხარი. პირველ 50-ს უნდა გამოვაყოს. მე-20 ხაზი შეგიძლია მოიღო და გადმოიტანო მე-15 ხაზი. ხო? ანუ ხომ მაგას იზახდი? კი ბატონო, არა, შიგნით რო შევწიოთ. ეს არის. ეხლა აქ, ესე იგი, აქ რა უნდა დავწეროთ? პრინციპში მადას იგივე უნდა დავპრინტოთ. ნულია. ხო, თუ პრაისი 0-ს გავუტოროთ, დავპრინტოთ პრაისი. შევიგივე? ანუ პრაისის მნიშვნელობა ხო შეიცვლება? ანუ იგივე რო დააფეისტო, უყურე, დააფეისტე? არა, მანდ რასაც აფეისტებ. და ანუ აი თუ ელიფი პრაისი გაუტოლდა 0-ს, მე-17, უყურე, მე-16 ხაზზე თუ პრაისი გაუტოლდა 0-ს, მაშინ მე-17 ხაზზე პრაისში ხო 0 იქნება თავისთავად. ხო, დაიბეჭდება ეგ. და LC მანდაც ეგ რაც გიწერე 3 წერტილი შეგიძლია წაშალო და ეგ აიტანო ზემოთ, მოიცა? არა, ეგ კი არა, მანდ უნდა დაწერო change-out. ესე იგი 26 ხაზი ამოჭერი, 26 ხაზი ამოჭერი და გადაიტანე მანდ. LC-ს ქვეშ. ესე იგი, ახლა შენ დანარჩენი ხაზები წაშალე, ის ქვემოთ რას გაქვს? ხო, არა, ის დატოვე, ანუ ის, ხო, ეგ არის. და ეხა, ესე იგი, აქ როგორი ამბავი არის, რომ მეტია 0-ზე, ხო? კაი. და change-ის მაგივრად დაწერე მანდ 19 ხაზზე პრაისი გავამრავლოთ -1-ზე. ნუ შეგიძლია აბსი არის ესეთი ისა აბსოლუტური მნიშვნელობა, რომელიც აბსოლუტური მნიშვნელობა ხო იცი რაც არის, ანუ რომ მინუსია თუ პლუსი, მაინც პლუსი იქნება რა, მოდულს რო ვეძახით ჩვენ. ეგ არის აბსოლუტური მნიშვნელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც შეგიძლია ჩაწერო. ეხა ერთი ეს შევამოწმოთ, რომ მოიცა იქ ანუ უყურე coin-ი რო არა, უყურე რა ამბავი არის აქ. 0-ზე მეტი თუა თავისთავად გააგზელებს ტრიალს for ციკლი, 0 თუ გახდა თავისთავად გაჩერდება და 0-ზე ნაკლები თუა თავისთავად გაჩერდება. მაგრამ თუ არასწორი coin-ი შეიყვანა, მანდ მე მგონი მაგ შემთხვევაში უნდა გააგრძელოს ტრიალი. ხო? ესე. ხო, აბა ერთი გავუშვი ჩეკი გავუშვი თუ გაამწვანებს. მერე ვნახოთ თუ მუშაობს ისა, როგორც ჩვენ გვინდა ისე. Change-იც ხო უნდა
შეიძლება მან ჩამატება მოგვიწიოს რაღაც ის. კაი, გადადი აბა ერორებზე. ერორებზე გადადი? აი აქ უნდა მესქნას. 0 კი არა change უნდა. ხო და გადადი აი აქ გადავიდე? ხო, მან გადადი ლინკზე. როგორ გადავიდე? კონტროლი და კლიკი. კაი, აქ ახლა რაზე აქვს პრობლემა? არის რომ amount-ი 50-იო და insert coin-ი. 50-იო. აი demo ვნახოთ ქვემოთ, ჩამოდი ჯერ მეორე error-ის ვნახოთ და მერე ვნახოთ demo. კაი, demo ტექსტებია მე მგონი გასასწორებელი. demo ვნახოთ, აბა demo. უყურე იმაში ორიგინალ პირობაში არის demo იქ. ლინკზე რო გადახვალთ. ეხლა მე მგონი გადასული. აი იქეთ ვართ გადასული. კი ბატონო. კაი, demo-ში ვნახოთ, ესე იგი წერს amount-ი 50. აქ 0 კი არა 0 როცა არის ის უნდა დაწეროს change owned, არა? მანდ რა ამბავი არის, იცი? კაი, მანდ რა ხდება, იცი? ყოველ ჯერზე წერს amount dues. უნდა შემოვიტანოთ შიგნით ციკლში. შენ გაქვს გარეთ. უყურე? ეგ ერთხელ აბეჭდინებ მაგას. არ და ეგ ციკლს ყოველ დატრიალებაზე უნდა დაბეჭდოს, როგორც დემოში, როგორც ჩანს. ისინი შემოვიტანა? მოიცა ერთი წამით ეგ უნდა შემოვიტანოთ, მე მგონი მოიცა ერთი წამით აბა გავუშვი შენი კოდი როგორ მუშაობს ჩვეულებრივზე, ანუ იმაზე, ჩვეულებრივის მიცეთ რა, 50 ისა. წაშალე ეგ. არა, უყურე, მე-19 ხაზის ქვეშ ხო, ანუ არა, მოიცა ერთი წამით. ესე იგი 50 რომ მივეცეთ insert coin-ი, amount due 25-იო. insert coin-ი 10, amount due 15-იო, insert coin-ი არის 5-იო, amount due 10-იო. ოცდახუთი რომ მივეცეთ, მე დაგვიწერა 25-ია დარჩენილი, მე 10 რომ მივეცეთ 15-ია დარჩენილი, 5 შენ რას მეუბნებოდი წეღან? ანუ რაღაცა რომ მითხარი, change out-ო? აი აქ როცა 0 არის, ხო უნდა დაგვიწეროს. აი აქ change out 0 როცა არის, მაშინ ეს უნდა დაწეროს. change out. ჩვენ მიწერია ეს. ხო, გადაკეთე აბა ეგ ტექსტი. გავუშვი აბა? ჩეკზე გავუშვი აბა? ხო, მართალი იყავი. ეხლა დაგვრჩა ერთი გასასწორებელი, აბა გადადი ისევ და ნახოთ რაზეა ლაპარაკი. როცა ესე იგი შეყავს
ხო, მან რაზე არის ლაპარაკი? წეღანაც რაზეც ვიეჭვეთ უყურე, მე გახსოვს რომ გითხარ რომ 30-იანი რო შეიყვანოს, მაშინ რა მოხდება მეთქი. როგორც ჩანს, აქ ჩვენ კიდე გვჭირდება, რომ მე-12 ხაზის if-ის ალტერნატივა უნდა დავწეროთ, რომ რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ არასწორი მონეტა, რაღაც სხვა მონეტა ჩააგდო. ხო. else და მან ის რაც უყურე, იქეთ შეიძლება გადახვიდე error-ის message-დან მოაკოპირო ის ტექსტი, რასაც გთხოვენ და ის იმასქნა რა. ესე იგი პრინციპში ეგ გვაქვს იქ ზემოთ. ხო, არა, ეგ არის რაც არის, ანუ რა actual coin. ის insert coin-ი, actual output-ია, მიმდინარე output-ი რაც არის. ისა კოდში რო გადახვიდე კოდში. უყურე, ზემოთ ხო გვიწერია ეგ. print amount due 50, ხო? არა, მოიცერთი წამით. მან უყურე, მერვე ხაზზე გადააკეთე ფორმატირებულ პრინტად ეგ. და ხო, მან curly brace-ებში ჩასვი ეგ 50 ისა, price-ი ჩასვი curly brace-ებში. ისა? არა, უყურე, price-ი ხო 50-ია მანდ. ხო, 50 ჩაწერე. ისა price-ი ჩაწერე 50-ის მაგირად. კი ბატონო, ეხლა რა გააკეთე, იცი, მოაკოპირე ეგ ხაზი, მერვე ხაზი, მოაკოპირე და ჩამოიტანა else-ში. ოღონდ else-ის ქვეშ რო იყოს. კი ბატონო. ხო, 21 ხაზის ბოლოს დადექი, ერთი დაარტყი, ერთხელ enter-ს ხელი და გავუშვი ეგ კოდი, ვნახოთ რა არის, რას როგორ გაამწვანებს თუ არ გაამწვანებს. ხო. კი ბატონო. ეხლა ჩვენ აქ რა გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე რო ვთქვათ რომ ესე იგი if-ში თვითონ შიგნით ჩავაშენეთ კიდე ერთი ბლოკი იმ ლოგიკის მიხედვით რასაც გხხოვდა ამოცანა. რა ვიცი, რაიმე შეკითხვა აქ ხომ არ გაქვს ესე რო ვთქვათ. არა. ხო. არა. კი ბატონო. კი ბატონო. ეგ არის. ეს იყო ეს რომელი დავალება არის? ხო. და ეს ამწვანებს, ხო, checks. ის გონი იმისი არის. კი. ხო. ეს მე მგონი თუ არ დაწერე 26 ხაზზე პრინტი, ისე არ გაამწვანებს, ხო, checks? არ ვიცი, როცა არასწორ შემოყვანსო, მაშინ არაფერი არ უნდა დაპრინტოსო. ხო, მე მგონი ეგრეა, ეგ რო არ დაწერო მანდ. ხო, მე მგონი ეგრე არის, რომ ისე არ გაამწვანებს. ეს ჩვეულებრივად მუშაობს, ხო? ამწვანებს კიდევაც checks. კი ბატონო. რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს აქ? არა. კი ბატონო. ეს ეს არის vanity plate. ხო. კი ბატონო. ეს პირველი პირობა გასაგებია. char in plate, if char in plate. If char in plate, the char in კი ბატონო, ეს ამწვანებს, ხო ესეც? ხო, უყურე? კი ბატონო. რა წესით უნდა გაახორავი, ანუ თუ რაიმე არ გამომეპარა, წესით უნდა გაამწვანოს მაგან. ნუ შევაუშვათ, შევამოწმოთ. მიდი აბა ერთი გაუშვათ ეგ შევამოწმოთ და თან ეს კოდიც ჩეკზე გავუშვი. და ესე იგი მე კიდე რაღაცეებს გეტყვი, ანუ რა. თუ გაამწვანა.
ფოლდერი უნდა შეიცვალოს. აუ, ეს სხვა იმაში. კი ბატონო, შვენიერია, ცოტა რო გაადიდო კი ბატონო, ესე იგი აქ როგორი ამბავი არის, რომ მე პირველი მეორე პირობაზე შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, რომ ის მე მგონი ეგ ფრჩხილები აუცილებელია მანდ დაუშვათ ხო, მე მგონი აუცილებელია. არა, უყურე, ხო, ეგენი აუცილებელია, ხო, ისე ნოთი იმუშავებს მარტო ენდამდე რაც არის იმისთვის. ხო, მე მგონი აუცილებელია ეგ. დააბრუნე, ხო, ფრჩხილები დააბრუნე, ხო. აქ ესეთი ამბავი არის, რომ ანუ როგორ რაღაც არის, რომ პატარა ესეთი შინაარსობრივად შეიძლება დიდი განსხვავება ვერ დაინახო მაგაში, მაგრამ აქ ესეთი ამბავი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ 24 ხაზზე 0 რო წაშალო და დაწერო, ესე იგი 2 წერტილი და 2-იანი. 2 წერტილი და 2-იანი. მეორე ნაწილი აღარ მოდი, კაი, კონტროლ-Z დააბრუნე, ეგეც გქონდეს და ახლა სხვანაირადაც დაგაწერია. კონტროლ-Z დააბრუნე, რაც ეწერა მან. დააკომენტარე 24 ხაზი. მოაკოპირე და დააკომენტარე, ან რა ვიცი, ჯერ დააკომენტარე და მერე მოაკოპირე. ხო, დადეგე და enter კი ბატონო. კი ბატონო, დააფეისტე, 0-იანი წაშალე, 2 წერტილი და მერე 2-იანი ჩაუწერე, slicing-ი ქვია მაგას. და end-დან მოყოლებული წაშალე ყველაფერი 2 წერტილამდე. end-ის წაშალე ის არიელი სივრცეც რო არის, მანდ ეგეც. ხო, კი ბატონო და ის ზედმეტი ფრჩხილიც მოაშორე. ხო, ეს როგორი რაღაცა გავაკეთეთ, იცი? თუ ანუ ესე იგი plate-ებიდან plates გავუკეთე slicing-იო და მეორე ინდექსის ელემენტამდეო, ანუ მესამე ელემენტამდეო რაც არისო, ამოიღეო ყველაფერიო და შეამოწმეო თუ არისო ალფაბეტიკალიო, ანუ ისა ასოებით ჩაწერილიო. თუ არ არისო ეგრეო, მაშინ დააბრუნე return false-იო. ისიც გქონდეს და ესეც გქონდეს ჩანაწერი. კი ბატონო, ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ესეთი 27 და 22 ხაზიც დავაკომენტაროთ და return-ი გამოწიე ერთი იდენტაციით მარცხნივ და მაგის თავზე და გააკეთე ესეთი ჩანაწერი. რომ კიდე ერთი ხო კი ბატონო, არა, ისა, ხო, იქ დაბრუნე, ეგ არის. ესე იგი, ჩვენ ახლა რა გვინდა? აქ რაზეა ლაპარაკი, რომ პრინციპში ამოცანის პირობა ესეთ რაღაცას გთხოვს, რომ ანუ უნდა იყოსო თლიანად ალფაბეტიკალიო, ან უნდა იყოს შერეულიო ალფაბეტიკალები და ისა ნამერიკალები, ანუ ციფრები და ასოები უნდა იყოსო შერეულიო. სხვა რამე არ შეიძლებაო რომ იყოსო. მე თუ სწორად მახსოვს, მანდ შენ რო გააკეთო ესეთი ჩაწერილი, if not is alnam. If not plate წერტილი და is alnami, ალფაბეტიკალი და ნამერიკალი. მე მგონი რომელიმე რო იყოს მაგათგან ან ორივე ერთად რო იყოს, ხო, ფრჩხილები და 2 წერტილი. აი ეხა ეს რა მე თუ სწორად მახსოვს ესეთ რაღაცას აკეთებს, რომ თუ plate-ი არ არის, ესე იგი, არც მხოლოდ ასოებისგან შედგენილი, ან არც ასოებისგან და ციფრებისგან შედგენილი, მაგ შემთხვევაში დააბრუნებს false. თვითონ 29 ხაზი. და თუ არის, მაშინ დააბრუნებს true-ს. და true-ს რო დააბრუნებს, ნოთი გააბათილებს და დაბრუნდება return false. მე მგონი შენ რაც ზემოთ გიწერია for cycles გამოყენებით, ეგ ძალიან კაია რომ ეიწვალე და გააკეთე, ისიც იცოდე და ესეც იცოდე რომ ესეთი მეთოდი არსებობს, რომელიც მაგ საქმეს აკეთებს. ჩვენს შემთხვევაში.
ეხლა რიცხვებით და ასოებით არის, მაშინაც ის იქნება, ხო? true-ს დააბრუნებს. ანუ შეამოწმებს. ხო. ანუ ან true-ს აბრუნებს იზალნამი ორ შემთხვევაში. ერთ შემთხვევაში დააბრუნებს მაშინ თუ plate-ში მხოლოდ ასოებია დააბრუნებს true-ს, ან მეორე შემთხვევაში თუ მხოლოდ ასოები და ციფრებია დააბრუნებს true-ს. შესაბამისად not-ი უარყოფა არის დაბრუნებული true-ზე და დაბრუნდება return false-ი 30 ხაზი. აბა ერთი გავუშვი ეგ თუ მუშაობს, ანუ checks თუ გაამწვანებს. და მერე გადავიდეთ დანარჩენ ნაწილზე. მუშაობს, ხო? ხო. კი ბატონო. ხო. კაი. რამის მაგასთან დაკავშირებით რამის შეკითხვა ხო არ გაქვს მაგნაწილთან დაკავშირებით? არა. კი ბატონო. კაი, ახლა გადავხედოთ და ქვემოთ. თუ ახლა ხო. ისმენ? აი ამაში, ცად იყო? აი აქ. ხო. თუ გვინდა რომ ისეთი შემთხვევა რა იყოს, რომ ან ერთი რიცხვებით იყოს და მეორე შერეული. True-ს. ისე შეამოწმოს. ორივე შემთხვევაში true დაბრუნდება. ეგ მეთოდი ეგრე მუშაობს. ანუ აქ ხო ამოწმებს ან ან ასოებია, ან შერეულია. ხო. თუ გვინდა ან სულ რიცხვები იყოს და შერეული? არა, ხო და უყურე. სურიც უყურე, ხო და უყურე შენ რა შენ ხა თითი დაადე ისე საინტერესო მომენტს. ხო და ეგ როგორ ანუ შენ ხომ მე 25 ხაზთან ერთობლიობაში დაუკვირდი მაგას. 25 ხაზი აგვარებს, რომ ასოები უეჭველი უნდა იყოს. მხოლოდ რიცხვები რო იყოს. ანუ ის ხო, აქ არა, ანუ ისეთი შემთხვევა რო ქონდეს, რომ სულ რიცხვები გვინდა. True-ს დააბრუნებს. მაგრამ მაგ შემთხვევას გამორიცხავს 25 ხაზი ჩვენთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ გინდა არ გინდა პირველი ორი ასო უნდა იყოს. ის არის ექსპერიმენტე, ნახე იზალნამით ექსპერიმენტე და ნახე ანუ გააკეთე ინფუთი გააკეთე, ვალიდაცია გააკეთე და მე ინფუტს გადაეცი ხან მხოლოდ ასოები, ხან მხოლოდ რიცხვები, ხან ასოები და რიცხვები, ხან ასოები და რიცხვები და კიდე რაღაცა სიმბოლოები და მიხვდები როგორ მუშაობს იზალნამი რა. თუ კიდე იმპლემენტაციაც ნახე, ეგ როგორ არის გაწერილი. ხო. კი ბატონო. და ეს ერთიც კი ბატონო ესეც ამწვანებს ხო checks? ვიმე იქ დაგვავიწყდა ის უნდა შევხედო for ციკლებს ქვემოთ არ შემიხედია იქ მოიცა for I in range lamp plate is digit if plate uses if return false ესე იგი ორივე არ უყურე აქ უნდა შესრულდეს ორივე და მე კიდე სალკე გიწერია მოიცა ერთ წუთი lamp plate is digit და plate I plus 1 is alpha არა ხო უყურე is digit აქ რაზეა საუბარი რომ ესე იგი digit-ი არის და თან უდრის 0-ს როგორც კი წააწყდება digits ეგრევე შეამოწმებს 0 არის თუ არა თუ არის დააბრუნებს false კი ბატონო მაგრამ ეს აბა ერთი გაუშვი ჩვეულებრივად ჩეკზე არ გაუშვა და მივცეთ ესეთი ინფუტად მივცეთ ესეთი ისა რომ CS50 მაგალითად
ცოტა ტერმინალი დააპატარავე და მანახე მთლიანად კოდი. აქ ბრეიქი უნდა თუ არ უნდა? ხო და რაღაცნაირად მუშაო ჩეკს ამწვანებს და რეთურნი ეგ აბრეიქებს იმ შემთხვევაში თუ პლეითი არის ესე იგი თუ პლეითი არის DG ისა ესე იგი თუ ნულით თუ იწყება რიცხვები ხო, უყურე, ესე იგი, ეგ აბრეიქებს, მაგრამ მერე ჩაერთვება ეს მეორე ციკლი. გადმოვა მეორე ციკლზე. მეორე ციკლზე რო გადმოვა რას ამოწმებს, რომ თუ პლეითი ის დიჯიტი არისო, და პლეითი არის ის ალფა არისო. როცუნი ფალსია. კაი, ეგ გასაგებია. ეხლა როგორ რაღაც არის, მეორე ალტერნატივა, ესე რომ დავწეროთ მანდვე, უყურე, ესე იგი ის დიჯიტი და ესე იგი აქ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ის დიჯიტი ესე იგი თუ არის ის დიჯიტი ესე იგი პირველი შეხვედრილი ციფრი არ უნდა იყოს 0. 0. If plate ესეთი რაღაცა დაწერო, ყო 32 ხაზზე თუ plate ისა მე 32 ხაზზე ჩავამატენ not-ი if-ის წინ. not plate-ი. 32 ხაზზე რა გააკეთე იცი? 33 ხაზი ამოჭერი. 33 ხაზი ამოჭერი. 39 ხაზი ხო კაი გადააფეისტე და მე წავშალოთ. დაწერე if not plate. კი არა ვიყოს plate I უდრის 0-ს რო წერი ეგ ამოჭერი. არა 33 ხაზი უყურე. ეს კაი მთლიანად ამოჭერი და გადაიტანე 32 ხაზზე აი მანდ გამოტოვება ND გამოტოვება და მე დააფეისტე გამოტოვება ND გამოტოვება და დააფეისტე ის ხო მიიტანე იქა კი ბატონო if-ი და ის ზედმეტი წერტილი წაშალე if-ი და ზედმეტი წერტილი წაშალე და plate-ი I+1 დაწერე მანდ იქა plate-ის შილებში უყურე end plate-ი რო წერია მანდ I+1 დაწერე კი ბატონო და plate-ებს გამოვაკელე ერთი რომ out of range-ის error-ი არ მოგცეს როგორც ქვემოთ გაკეთებული 36 ხაზზე ისე მათ ხო გადაცდება იმას ბოლოს რო შეამოწმებს ბოლო ელემენტს რო შეამოწმებს მე რეალურად ხო და ეგ რო არ მოხდეს მაგიტო ხო ეხა აქ დავუშვათ ის breaks ერთ აღარც გვინდა კი ბატონო და ფასი ანუ ეხა აქ რა მოხდება ну პრინციპში ხა შეამოწმებს როგორც კი ნახავს რომ ესეთი plate-ების ესე იგი ელემენტებს შორის არის რაღაცა არაციფრი რომელსაც მოსდევს 0 ეგრევე დააბრუნებს აპექ not-ი არ გვინდა ან not-ი არ გვინდა ან ის დიჯიტი გადააკეთე ის
არა მოიცა ერთსუთი მოიცა ამერია რაღაცები plate to plate ესა plate რომელიც სიმბოლო არის digit და მაგის მომდევნო არის 0 მაშინ არა ხო ნოთი უნდა დაამატო მაშინ აი ან პირიქით ანუ თუ ის digit შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ალფათი და ნოთი წავშალოთ. ხო ხვდები, ანუ თუ ალფაბეტიკური ალფა 100 არის, მაშინ ანუ და მაგის მერი არის 0. ეს ახლა რას იძახის, რომ თუ არ არისო რიცხვიო? თუ როგორ არის? ხო, ეგ ხო და ცოტა ჩახლართულად გამოგვივიდა. მოდი ნოთი წაშალე და ის digit-ი გადააკეთე ის ალფად. ხო, ნახე, ეხლა დაუკვირდი და კარგი მკითხი აბა. ანუ თუ რიცხვი არისო და ამის შემდეგ არისო 0-იო, მაშინ დააბნო false-იო. თუ პირიქით, თუ 100 არის. ხო, ანუ ამოცანის პირობა რა გვეუბნება? ხო, ამოცანის პირობა ხო მაგას გვეუბნება, რომ თუ ციფრები არის ამ მიმდევრობაშიო, მაშინ ციფრები არ შეიძლება იწყებოდეს 0-ით. თორემ 0 მერე შეიძლება მოგვიანებით შეიძლება იყოს. ხო, ნუ ეგ პრინციპში ხა ჩექსის შენი ისიც ამწვანებდა, მაგრამ უფრო ერთმანეთს გავს ხა ზედა და ქვედა ჩანაწერი და რაღაცნაირად ესე ვთქვათ, ადვილად იკითხება ესე რო ვთქვათ რა და ესე ჩავწეროთ რა, ნუ ხა თუ არის ისა ალფაბეტი, ხო, კი ბატონო რა, ნუ ამ შემთხვევაში ესეთი რაღაცა. ხო, რამე შეკითხვა ხო არ გაქვს აქ? არა. ხო, ერთი გავუშვი ჩეკზე ვნახო თუ ამწვანებს ჩეკს. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო და ეხლა კიდე რომელი ხო ეს სამწვანოს ხო ჩეკს ესეც კი აქ რაზეა ლაპარაკი მოიცა რომ გავიხსენო უნდა წაშალოს ისენი ხმოვნები უნდა წაშალოს ხმოვნები ხო ხო კი ბატონო, ერთადერთი ლისტის შექმნა არ არის აუცილებელი, ესე რომ ვთქვათ რა. აქ მოიცა ერთი წუთი კარგად დავაკვირდე. არა, ლისტის შექმნა მაშინ joins აღარ გამოიყენებ. პრინციპში აქ შენ რაზე დაფიქრდი, იცი? იქ რაც გითხარი, რომ იქ camel case-ში მეთქი print და end შეგიძლია გამოიყენო მეთქი. პრინციპში დაფიქრდი აქაც თუ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ join-ი არ გამოვიყენოთ, FND არ გამოვიყენოთ და უბრალოდ გამოვპრინტოთ პირდაპირ end-ის დასახელებული პარამეტრის გამოყენებით. ხო. კი ბატონო. კი ბატონო. მეტი აღარ მოგწერი. კი ბატონო. რაიმე სხვა შეკითხვა ხო არ გაქვს? არა. კაი, გავთიშავ ჩანაწერს.